მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ლიტერატორებო, ძვირფასო მკითხველებო, პოეტებო, მწერლებო, რუსთავი ორის მაყურებლებო, მივესალმები ყველას და წლევანდელ საბას, ლიტერატურულ პრემია საბას ვაცხადებთ გახსნილად. დღეს ჩემთან ერთად დღევანდელ საღამოს წაიყვანს ქალბატონი ნინო გასრაძე. საღამო მშვიდობისა, ძვირფასო სტუმრებო, საღამო მშვიდობისა ჩვენო ჟიურის წევრებო, აგრეთვე ნომინანტებო და რა თქმა უნდა საღამო მშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც დღეს ხდება და ჩვენ უკვე 2003 წლიდან ვცდილობთ ყოველ წელს საბას სახით, ლიტერატურული პრემია საბას სახით მოვახდინოთ კონცენტრაცია. ლიტერატურული პროცესების, განვლილი წლის ლიტერატურული პროცესების კონცენტრირება და ვილაპარაკოთ დღეს მხოლოდ ლიტერატურაზე, ტექსტებზე, ხელოვნებაზე და ლიტერატურაზე, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ადამიანს ყოფისაგან, ყოფის დინამიკისაგან, ყოფის ხმაურისგან ყველაზე დიდ თავისუფლებას ანიჭებს სწორედ ლიტერატურა. სწორედ ეს თავისუფლებაა დღეს მნიშვნელოვანი. ის წიგნები, რომელიც თქვენს წინაშე არის წარმოდგენილი, 56 წიგნი არის თითოეული მათგანი მომნიჭებელი იმ სიამოვნებისა და იმ მთავარი ღირებულებისა, რასაც ქვია შინაგანი თავისუფლება. და საბაც ცდილობს მოემსახუროს ლიტერატურას როგორც თავისუფლებას, შინაგან თავისუფლებას. ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი პროცედურების სახით, მე მინდა კიდევ გავუსვა ამას ხაზი, რადგან ჩვენ გვაქვს დღეს შესაძლებლობა რომ ამაზე ვისაუბროთ, თხოვოთ გამომცემლებს. დღეს ჩვენ წარმოდგენილი ქონდა წელს 148 წიგნი და ეს მნიშვნელოვანი ლიტერატურული მოსავალია განვლილი ლიტერატურული წლისა. იცით რომ წარმოდგენის უფლება აქვთ გამომცემლებსა და ავტორებს და ჩვენ ვთხოვთ რომ გამომცემლებს, როგორც ერთგვარ პატრონებს ავტორებისა და ავტორების ტექსტებისა, გამომცემლებს ვთხოვთ რომ უპატრონონ, ასე ვთქვათ, მიაქციონ ყურადღება იმ ტექსტებს, რომელსაც წერენ ქართველი ავტორები. და წარმოადგინონ საბაზე, იმიტომ რომ საბა თვით ვერ წარმოადგენს იმ წიგნებს, რომლებსაც სხვები წერენ. ამიტომ ეს არის ჩვენი უღრმესი თხოვნა და უმორჩილესი თხოვნა, რომ შემდეგ წელს გამომცემლობებმა მაქსიმალური მობილიზაციით წარმოადგინონ წიგნები გარკვეულ დროში. მე ახლა ჩავალ სწორედ იმ წიგნებთან, იმ 56 წიგნთან, რომელიც გავიდა შორტლისტებში, რომლებიც არიან ფინალისტი ტექსტები, თავისი ავტორებით, ბუნებრივია და გავაგრძელებთ დაჯილდოებას და საბას დაჯილდოებას, რომლის დამფუძნებლებიც გახლავან TBC ბანკი, საქართველოს პენ ცენტრი და ტელეკომპანია რუსთავი 2. ახლა კი მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ საბას წლევანდელი ჟიური, რომლის ვინაობაც ტრადიციის მიხედვით საიდუმლოდ რჩებოდა დაჯილდოების ცერემონიამდე. დღეს სწორედ ასეთი დღეა, სწორედ დღეს გახლავთ ლიტერატურული პრემია საბას დაჯილდოების დღე და სწორედ აი ახლა ჩვენ ყველანი თქვენთან ერთად გავიგებთ თუ ვინ არიან წლევანდელი საბას ჟიურის წევრები. მას ასე გთხოვთ მიესალმოთ წერალი გურამ ოდიშარია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თარგმნელი,
საბას 2010 წლის ლაურეატი ქალბატონი მანანა ღარიბაშვილი. წერალი საბას 2003 წლის ლაურეატი ბესო ხვედელიძე. თარგმნელი პაატა ჯავახიშვილი. პოეტი საბას 2009 წლის ლაურეატი დიანა ანფიმიადი. მე მინდა კიდევ ერთხელ წარმოგიდგინოთ 56 წიგნი, ფინალისტი ტექსტები 2010 წლის ლიტერატურული მოსავალიდან, რომელიც 9 ნომინაციის წელს უკვე 9 ნომინაციის მიხედვით დაჯილდოვდება. ეს არის წლის საუკეთესო დებიუტი, წლის საუკეთესო კრიტიკა, წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა. მნიშვნელოვანი სიახლე არის ის, რომ გაიყო, თქვენ გახსოვთ, რომ ამდენი წლის მანძილზე იყო კრიტიკა, დოკუმენტური პროზა, ესეისტიკა ერთად და იმის გამო, რომ ლიტერატურაში ყველაზე მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია საქმიანობა არის სწორედ კრიტიკა, ჩვენ კრიტიკა გავიტანეთ ცალკე და ასე ვთქვათ, ერთი ნომინაცია მოემატა წლევანდელ საბას. მაშ ასე, წლის საუკეთესო კრიტიკა, დებიუტი ვთქვით, წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა, წლის საუკეთესო თარგმანი, წლის საუკეთესო პიესა, წლის საუკეთესო პროზაული კრებული, წლის საუკეთესო პოეტური კრებული, წლის საუკეთესო რომანი და პრემია საბა ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. მე კი მინდა დავამატო და წარმოგიდგინოთ საბას გამარჯვებულების წიგნი მატიანე, რომელსაც სულ ცოტა ხანში 2011 საბა 2011-ის ნომინანტთა ავტოგრაფები შეემატება. მაშ ასე. ახლა კი გადავდივართ ჩვენი ცერემონიის მთავარ ნაწილზე. პირველი ჯილდო გაიცემა ნომინაციაში წლის საუკეთესო დებიუტი. ამ ნომინაციაში წარდგენილნი არიან თამთა მელაშვილი, გათვლა, გამომცემლობა დიოგენე, მიშა ბახსოლიანი, ყველას უყვარს მარი, გამომცემლობა დიოგენე, ირმა არჩვაშვილი, ინო, გამომცემლობა საარი, ოლესა თავაძე, სევდიანი ჩანაწერები, გამომცემლობა ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება, ლუკა ბაქანიძე, ღმერთი ჩემი მოხეტიალე, გამომცემლობა კავკასიური სახლი, ნატა ვარადა, 1 საათით გვიან, გამომცემლობა ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება, თარგმნელი დევი ბერძენიშვილი, კნუდ ჰამსუნის შიმშილი, გამომცემლობა არეტე. მე ვთხოვ ჟიურის წევრს ბატონ ბესო ხვედელიძეს გამოავლინოს გამარჯვებული. გთხოვთ. ბესო, მეტად საპასუხისმგებლო მისია დამეკისრა, მოგესალმებით ყველას. ახლა კი მთავარი. ლიტერატურული პრემია საბა 2010 წლის საუკეთესო დებიუტისათვის გადაეცემა თამთა მელაშვილს პროზაული კრებულისთვის გათვლა, გამომცემლობა დიოგენე. ძალიან ძლიერი